მოგესალმებით, დღეს ჩემი მესამე პოდკასტია მაგდასთან და სტუმრად მაგდასთან ბრძანდება ჩემი მეგობარი ფრედი, ფოტოგრაფი, ჩემი უსაყვარლესი ადამიანი და ფოტოგრაფი, თან ჩემი ბენდის ფოტოგრაფი პირადი რამის. რა ძალიან დიდი ხანი ერთად მოვდივართ წლები უკვე და ბევრი რამე მაინტერესებს ჩემო საყვარელო შენთან დაკავშირებით და როგორ ხარ? ყველაზე კარგი. რა მაგარი პასუხია. აბა მოყევი როგორია ყველაზე კარგად ყოფნა დღეს? არ ვიცი. როგორ შეძელი? განწყობა. იქნე? ალბათ. ხო რა. რომ ცუდადაც რო იყო ყველაზე კარგად. რა მაგარი უნდა თქვა რომ ყველაზე კარგად და ეს მოქმედებს ძალიან ხო? პოზიტიურად მოქმედებს შენზე? ძალიან. იცი რა ჩემზეც კარგად იმოქმედა ამ პასუხად იმდენად გადაჩეული ვარ ამ პასუხს ზოგადად. რავი, პასუხი ხშირ შემთხვევაში ეს თქვა რავი შენ და იმდენად კარგად იმოქმედა ხა ცოტა გამიკვირდა პასუხი. ძალიან კარგი, ვისურვებდი რომ ყველა ვიყოთ ყველაზე კარგად, ერთმანეთზე უკეთესად ვიყოთ ყველა ადამიანი. გადავალ შემდეგ კითხვაზე და მომიყევი როგორ დაიწყე ჩემო მეგობარო ეს ამ სფეროში როგორ შემოხვედი, აი შენი პირველი ნაბიჯები როგორ გახსენდება? აქ არის ორი. ჩემთვის ვიღებდი ბავშვობიდან ძალიან დიდი ხანი და კომერციულ ამბავში შემოვედი სადღაც 2010-11. ოჯახ. ანუ მანამდე ჩემთვის ვიღებდი რა. შენთვის რას ნიშნავს ან რაც შენ მოგწონდა იმას აკეთებდი? სათამაშო როგორი და წკაპ. მე ეს გამჟღავნებები და რაღაცაები. პროცესები მოგწონდა ძალიან ხო? რა მიმართულებით მოგწონს ზოგადად აი ფოტოს გადაღება უფრო მეტად შენ თალკი ანუ კომერციის გარეშე? ქალაქი. ქალაქი ხო? ფოტოშოპს მეც მიყვარს გადაღება. ქალაქი და ქალაქები მასწავლებს. ძალიან კაია. ეთახები პორტრეტებიც მიყვარს, ოღონდ ისეთი არა აი დაყენებული პორტრეტები არ მიყვარს. მე მაგალითად მიყვარს აი რომ არიცის ადამიანმა და ისე გადაღება რა ძალიან კაია. აი კომერციულად მაგალითად სადაც მუშაობ, ითვალისწინებ ხოლმე ანუ დამკვეთის ყველაფერს და შენსაც თავაზობ თუ როგორ თან ხდებით მაგალითად სრულად ემორჩილები მას თუ რაღაცა შენი მიმართულებაც გაჭერილი გაქვს? არა. მან რა არის გადაღებას გააჩნია რა. ძირითადად თვითონ დამკვეთი კითხულობს. აი ეს მინდა და როგორ იქნება კარგი. როგორ გადავიღოთ ან რაღაცა, ხო? მაინტერესებს გეხმარება თუ არა ადამიანების ამოცნობაში ფოტოგრაფია. და აი კონკრეტულად კითხვა რომ და განმარტო, თუ გჭირდება განმარტება, არ ვიცი გინდა? რა მიმართულებით გეკითხები? ანუ თუ ხვდები მაგალითად, რომ აი ადამიანს უღებ შენ რაღაც კორპორატიულზე ხარ, უღებ და აი იცი იმის ხასიათი მიხვდი და იმ მომენტში იჭერ იმ ხასიათებს იჭერ რაღაცნაირად რა აი. მაგი ფოტოგრაფია კი, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ სულ უნდა აკვირდებოდე რა. სულ აკვირდები ვიღაცებს. ხვდები ანუ რომ კადრი რო დაიჭირო, უნდა დაინახო, ხო? და ხალხის ანუ ტიპის ამოცნობა ეგ უკვე ცალკე ამბავია. ხვდები, მანდ უკვე სხვა რაღაცები არის რა, ანუ ფსიქოლოგია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ კორპორატიულზე ამის დრო არ გაკავებ. არა. ხვდები, ვინ არის, როგორი ტიპაჟია, მაგას უკვე ხვდები რა. ახლა მე მაგათად ხვდები. ხვდები ანუ რომ ვუღებ, ანუ ტიპი როგორი იქცევა, მაგის მიხედვით უკვე რაღაცებს ხვდები რა. ახლა გამახსენდა ერთი კორპორატიული ჩვენი ძალიან ბევრი კორპორატიული გქონდა ჩვენ ერთად და გვიქნება კიდე ფრედი. აღარ ვიტყვი წარსულში ხო და გამახსენდა ერთი ძალიან განსხვავებული და გამორჩეული ერთმა გოგონამ გითხრა ხო რაო შენ მოყევი. ნუ მიღებო? რატო მიღებო? სანამ გადამიღებ, ნებართვა უნდა აიღო. ისეთები ხდება ჩემო მეგობრებო. მე რა შეიძლება გააკეთე? აღარ გადავუხე. წაუშალე ყველა ფოტო? ისი, გეთახმები 100%. ნუ მან სხვა რაღაცებიც იყო, მაგრამ ოკეი. მაგდრეს. ნუ რამდენი რაღაცა შეიძლება გავიხსენოთ მსგავსი და ადამიანი როგორი ისა რა. ნუ იმედი ახლა ეს გოგონა თუ მიყურებს, მიხვდება ვინცაა და ვისეცა ექსაუბ. იმედია რომ ნახავს, ძალიან დიდი იმედია. ნუ ხო. ფრედი, ცხოვრების რომელი ეტაპი იყო შენთვის გარდამტეხი, როგორც ფოტოგრაფის? კამერა რო ვიყიდე. ჩემი კამერა რო ვიყიდე. ანუ კამერები მქონდა მხოლოდ ფირის კამერები. და ანუ ეს პერიოდი აი ციფრული ფოტოაპარატები ახალი შემოსული არის და ანუ ღირდა ძალიან დიდი ფული. იმდენად დიდი ფული რომ ჩემ მეგობარი რომ მაძლევდა ერთი დღით
თავის კამერას, ამ კამერას ჰქონდა თავისი ჩასადები და ამ ჩასადებით ვინახავდი კიდე ჩანთაში და ამ ჩანთას ვიმაგრებდი, რომ არ წამართო. ანუ ხო ხტები, ანუ ეგ პერიოდია რა. ხო და მე ვიყიდე ჩემი უკვე აპარატი. მე უკვე წავიდა რა. მე ბევრი შენი აპარატი იყიდე. ხო, მე ბევრი ჩემი აპარატი. ეს იყო შენთვის გარდამტეხი. ნუ ხო, ანუ როგორი ამბავი იყო, იცი, თან აქ არის ორი. პირველი განვითარების ამბავში თუ ხო, ეხა უნდა მეთქვა, რომ ეს კაი ჭრილშია. გარდამტეხი, კარგ ჭრილში შეიძლება რომ განვიხილოთ აი აპარატის ყიდვა. აი ცუდ ჭრილში რა შეიძლება რომ გაიხსენო, როგორც აი ჭრილი, ანუ ამ ამბავში საერთოდ არ მქონდა. აქვე კითხავ, მაშინ აი კოვიდამდე და კოვიდის მერე პერიოდები, როგორც ფოტოგრაფისტვის იყო შენთვის ხელი შემშლელი, იმ პერიოდს არ კითხულობ, როცა გაჩერებული ვიყავით ყველა. აი მერე როგორ განვითარდა და როგორ იყო მანამდე. ანუ სიმართლე გითხრათ, დიდად მაგ ამბავს არ შეუცვლი არაფერი. შეცვალა ცოტა სხვა რაღაცაებმა რა და ეგა. ბარემ მითხარი. რამ შეცვალა? გემოვნება. ადამიანები? ადამიანების. ანუ ხო, გემოვნება რა. რამ განაპირობა ეგ? ჩემი თვალსაზრისით, ხო, ჩემი აზრით უკან მიდის რა. ხო, რატო? ანუ არის რომ შეიძლება რომ განვითარდე კარგ ამბავში. აი ზუსტად მაგაზე ვილაპარაკეთ წინა სტუმართან ვახოსთან მუსიკის სფეროზე რა და ზუსტად იგივე რაღაცასთან მივედით რომ აი გემოვნება რაღაცნაირად უკან წავიდა მსმენელი და ამ შემთხვევაში ხო? ანუ დამკვეთი ხო? იგივე, ანუ მე ბოლო რა განაპირობებს შენი აზრით და შენი დაკვირვებით ახლა დიდი ხანია ამ ბაზარზე ხარ შენ და იცი. ისე თუ ასე ადამიანის ფსიქოლოგიაც იცი ხო ამ მიმართულებით? მედია ტიპები. ეხლა ხო ყველა მეორე გახდა ინფლუენსერი და რაღაცა და არიან ტიპები. არ მოგერიდოს თქვი. რომლებსაც არ აქვთ, ხო ხტები, ანუ არც ხედვა, არც გემოვნება არაფერი და აი ამ ცუდ რაღაცებს არ ვცელები. და ხალხს მოსწონს? ხალხს მოსწონს. რა, იმიტომ რომ ხალხშიც არის ეგ რაღაცაები, რა, ნუ რა არის, იცი, ანუ ადრე თუ იყო რომ დაუშვათ ვიღაც ვინ რა, ანუ დაუშვათ Snoop Dogg-მა, ხტები, ანუ მასების ამბავში რაღაცა რო თქვა, ეს იცვლებოდა რომ ვაუ, ხტები, ანუ ტიპები იმას აღიქვამდნენ როგორც ვარჩევა და რაღაცა სწორი მიმართულება. და დღესდღეობით არიან ინფლუენსერები. ეხა 20,000 ტიპი რო ყავს გამომწერი და 20,000 რო გიყურებს, ხო? ამ 20,000-დან ნახევარზე მეტი იტყვის რომ აი ეს რო ვაკეთებ, ეგ არის ნორმა არის. და ანუ ეს მიდის უკვე მასებში რა. ცოტა მეშინია, იცი? დეგრადაციაში მივდივართ, მე მგონი ყველა მიმართულებით. ანუ მე რასაც ვაკვირდები, ძალიან ცუდი მდგომარეობა. სხვათა შორის ახლა ხო აი სფერო იმიტომ შევცვალე, თავიდან ფიქრობდი რომ მუსიკალური ამბავი დამეწყო და ნუ დავიწყე კიდეც მუსიკალური თემებით რა, რამდენად ჩემ სფეროში მოკლედ ვედებოდი ყველაფერს, მაგრამ ნუ აი მე მივხვდი რომ მარტო ჩემი სფეროს პრობლემა არა ეგ და ამიტომ მოგიწვია შენ და ვაპირებ რომ კიდე სხვადასხვა სფეროდან მოვიწვიო ადამიანები რომ რაღაცა ყველაფერზე ვილაპარაკოთ და ერთთან მივდივართ მაინც ანუ ამ უგემოვნო არც ეგ არ მინდა რომ ვთქვა, მივხვდი აი რაღაცა გემოვნება და ისეთი დაბალი გემოვნება, მაღალი ხარისხი, რაღაცა ეგეთი რაღაცები არ მინდა რომ გამოვიყენო, მაგრამ რაღაცა მაგ მივდივართ მე მგონი. სამწუხაროდ კი, სამწუხაროდ კი. ანუ ვერ ვითარდებით? განვითარების მაგივრად შეიძლება ესაა სტანდარტი. და ნორმალური და ჩვენ ვერ არა, მე არ არის სტანდარტი. რა თქმა უნდა არიან ტიპები, რომლებიც ვითარდებიან სწორი მიმართულებით. ხვდები, ანუ იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ვართ რაღაც განსხვავებულები და ჩვენ გვაქვს რაღაცა ის ხვდები. ხო. მაგრამ მასა ანუ აი ეს მეორე ტიპები ვინც არიან, ანუ ბევრნად ანუ შედარებით ბევრნი არიან რა. ხო. და ეგა. ანუ მე ვარ 100% მეთქი, რომ აი ეს სფერო, ანუ ეს
მეტი არაფერი. მაგრამ ნუ რავი, მე რასაც ვაკვირდები ბოლო დროს არ ვიცი, ძალიან ცუდად მიდის საქმეები. სამსახურეობრივად ხელს გიშლის, ხო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ისევე როგორც მე. რა თქმა უნდა. ნუ რა არის იცი, აი ახლა თან რა არის ახლა მე ხო ბევრ რაღაცას ვიღებ რა. შესაბამისად ბევრი სფერო. და ყველა სფეროში არის თავისი რაღაც, აი ესეთი რაღაცები, რომ მე მაგალითად ეს არ მეხება, ანუ ხვდები, არ ვარ მაგ სფეროდან და ანუ გვერდიდან რომ ვუყურებ, ხვდები, რომ ნუ კაი რა. არ მოგწონს. ხო. არა და გემოვნებიანი ბიჭი ხარ შენ და მაგით არ მოგწონს. რა სამწუხარო. ფრედი, აქვე მინდა კითხო ბარემ ხელოვნურმა ინტელექტმა შეგიშალა ხელი თუ ზოგადად ამ სფეროში შეუშალა ხელი? როგორც ასეთი არა. კი, ძალიან მაგარი არის. ვერ ჩაანაცვლებს რა ადამიანს. ბიჭო, რაღაც მომენტებში ანაცვლებს. რაღაცებში კი. იმიტომ რომ ძალიან მაგრად განვითარდა ეგ ამბავი და მე ყოველ ჯერზე ანუ შოქში მიჩნდები და მეც რომ რაღაცებს ვზივარ და ჩემს პონჩი რაღაცებს რომ ვაკეთებ, ცოტა ვიყავ. ხო. ხვდები. ნუ რეალურად სწორი მიმართულებით დაბალანსებულად უნდა გამოიყენო, ხო? ხო. ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს. ნუ მაგე კი. ნუ აი მუსიკებს რო ქმნის, ყველა მუსიკებსაც ქმნის თავი. ავტობუსში და ტაქსიში ყველგან რაღაცა ხელოვნური ინტელექტის სიმღერებია ჩართული. აკრას გუში მკითხულობდი ნიუს რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში რაღაც რეიტინგი გაიჩითა რა. Weka Music მაგათი. ხო და პირველი 3 ტრეკი, რომელიც ტოპში იყო ხელოვნური ინტელექტის შექმნილი. აი მაგალითად YouTube-ზე არის ერთი ტიპი, აკეთებს რემიქსებს, ესე რომ ვთქვა. დაუშვათ აი Snoop Dogg-ის რაღაც ტრეკი, Tupac-ის ტრეკები, როგორ იქნებოდა 20-იანების ჯაზი და რაღაცა. აი იქ ძალიან მაგარი დონეა. რომ ანუ ტიპები ზიან და ძალიან სერიოზულად მუშაობენ მაგ ამბავს. მაგრამ მაინც ემოციურები ვართ ადამიანები, ემოციებისგან შევდგებით და რა ვიცი. ემოციის გარეშე მუსიკა რანაირად იქმნება, ანუ რა უნდა მომცეს ხელოვნური ინტელექტის მუსიკამ ემოციურ დონეზე, ანუ რითი უნდა შემავსოს, რომ ვიცი რომ კომპიუტერითა. მაგრამ ადრე ჩვენთან მასე არ იყო ფონოგრამებზე ხედა. ფონოგრამაზე სიმღერა რეალურად რავი ხელოვნური ინტელექტი ხარ ფაქტიურად, როცა მღერი მასე. რა ვიცი, ხელოვნური ინტელექტი ცოტა ცალკე სფერო და თემა ხო? ძალიან დიდი თემაა, ძალიან. ფრედი, რას აკეთებ მაშინ? ცოტა შეგეხები ემოციებში. როცა გზა არ ჩანს. აი თითქოს გაჩერდა ყველაფერი და გზა არსად არ ჩანს და სტოპი გაქვს. აი რას მოქმედებ? როგორ გამოყავს თავი აქედან? რას მიმართავ? რა შენიძალა? ძირავი, პირველ რიგში მეც ვასტოპებ. ჩერდები, ისვენებ. იწმინდები ყველაფრისგან. და მე უკვე იწყებ ფიქრს, ანუ ამ დასვენებს შენს რო დასტოპე. გააკეთე ამ ყველაფრის ანალიზი და რაღაცა მე უკვე ხედავ რა. რა როგორ გამოჩნდება. ძალიან სწორი, ეგრე სხვათა შორის ეხლა ვარ მე მაგ მდგომარეობაში. გაჩერებული. მე ბევრჯერ მქონია. დაპაუზებული. ხო, მე ბოლო 15 წლის მანძილზე არ მქონი. დაახლოებით. მე მქონია. და მაგ მომენტში ვიწყებდი ყოველთვის ახალ რაღაცებს. ეს განვითარებისთვის ძალიან კაი რამეა. ხო, აი, უბრალოდ უნდა გაჩერდე და მოусმინო შენ თავს. ან უნდა დასტოპო. ან აქ რა არის, იცი, არის კიდევ ორი ამბავი. პირველი ამბავი, რომ შენ გააქვს იმის, როგორ თქვა? უნარი? შესაძლებლობა? უნარი, ხო? ანუ რომ დაждდე, მოიფიქრო ყველაფერი რაღაცა და გადახარშვის ფიქრი, იგი გაქვს. და გამოხვიდე ამ შენი კომფორტ ზონიდან რაღაცა და გააკეთო ახალი რაღაცა. აი რაც მე დამემართა ახლა სისაიდის პონჩი, ხო? ეგ არის რა. დაჯექი, გააკეთე ანალიზი რაღაცა, მოიფიქრე და დაიწყე რა. იმედგაცრუებული ყოფილხარ ოდესმე და როგორ უმკლავდები ამას? იმედგაცრუება ძალიან ისეთი. ბიჭო, გააჩნია მრაში. ანუ ხვდები, ადამიანებში ცოტა რთული ამბავია. მაგრამ ზოგადად სიტუაციაში ანუ ჯდები და ფიქრობ. საქმეში მაინც მალე გადახარშვადია, ხო, რაღაცა ახალი გამოჩნდება, რაღაცას მოიმოქმედებ, გინდა არ გინდა მატერიალურ სამყაროში ვართ და გჭირდება დროულად მოქმედება, მაგრამ აი მაგალითად ადამიანურ ჭრილში რო განვიხილოთ რა, ემოციებზე რო გეხება. რთულია ძალიან, ხო? რთულია რა, ანუ
მაგ ადამიანების ამბავში და მაინც გამოდიხარ ხო ფაქტის ახეზია რომ მაგხარ ხო და როგორ გამოდიხარ აი რა ხერხი გაქვს აი ფრედის რაღაცა ისეთი არ ვიცი ეგ ადამიანს просто იშორებ და всё გადიხარ ურთიერთობიდან შორს всё გამარჯობა გაგიმარჯობა ესეც ზართულია ხო ხელის კავშირი რა თქმა უნდა ეხა რაღაც ადამიანის მიმართ რაღაც ემოციები და გაკავშირებს ბევრი რაღაცა და მე რომ გზა სხვაგან მიდის როგორ ფიქრობ ძლიერი ხარ არ ვიცი მაგ მიმართულებით თუ ამდენი შეგიძლია გაუშვა ესე იგი ყოფილა შენში ძალა მაგას ძალიან ხშირ შემთხვევაში ვეჯაჭვდებით ხოლმე რა ანუ კომფორტ ზონიდან გასვლა არ გვინდა ვეჯაჭვებით იმ რაღაცას რომ ოღონდ არ გავუშვა ეს და იყოს ცუდად ვიყოჭობი ნუ ხო და გაშვება დიდი ძალა შეგუება და ხო რატომ უნდა იყო დისკომფორტში ფოტოგრაფიას რო დაუბრუნდეთ ახლა რას ვერ ამჩნევს მაგალითად მაყურებელი რაღაცა დეტალები თუ აი ესეთი საიდუმლო დეტალები რასაც მე როგორც შენი მაყურებელი ანუ ვერ ვამჩნევ და შენ იცი რომ გასათვალისწინებელია ეგეთი რამე თუ გაჩნია ნუ თული კითხვა ბიჭო დეტალები არის ანუ რატო იცი ანუ ფოტოგრაფი რო არის ფოტოგრაფი ის უფრო აკვირდება გინდას ადამიანი იყოს გინ რაღაც ღონისძიება გინ კომერციული ამბავი რა ის ფოტოგრაფი ამას უყურებს სულ სხვა მხრიდან იმიტომ რომ ეგრევე აღიქვამ რა რომ აი რა როგორ სად იქნება აი მაგალითად ქორწილი ხო გადაგიღია ქორწილში ხო ძალიან ბევრი და ქორწილებში აი მაგალითად დედოფალი ახშირ შემთხვევაში ხო მაინც კონტაქტზე და უფრო დედოფალი აქტიურობს ფოტოების გადასაღებად და თუ ქონია რამე ისეთი კითხვა დედოფალს ან ქმედება რაზეც შენ შეიძლება გაგეცინა და ნუ ეს დეტალი აუცილებელია იყო რომ ცოდნოდა მას ანუ რა აი რაღაცა ესეთი თუ გაუკეთებია რომ აი გაგეცინება რა არც ვერს გაბრაზდები ბიჭო გაბრაზება ესეთი ამბავია მაგრამ გაცინებაზე ძალიან ბევრი ხო არა მომიყევი ერთი ძალიან ბევრი ქორწილიდან გადამიღე ისე ვითომ ვერ ვხედავ სტანდარტული აგერზის ერთი ეგეთი ნანუკა შენ ხარ ეგ ვითომ ვერ ვხედავ ამ ფეხი რო აქვს აერში არავის არ ვაკრინებ ნანუკას ვეხუმრებით ნანუკა შენ ყვაპატი ჩვენი ხარ ანუ მანუ შემჩნევის ამბავი არის რომ დაუშვათ ახლა მე მაგალითად იგივე პატარსდებთან რომ გადავიდეთ რა რომ მეუბნება რომ აი ეს პინტერესტიდან აღებულ ფოტოებს რომ აჩვენებენ ავიღაც სხვას რაღაცას ხო ხდება ეგ ძალიან ხშირად მართლა ნუ ბიჭო ეს ნორმალურია რა ეგ არის ნორმალური ნუ იდეა აიღო ანუ რა ხო ანუ ეგ არის ნორმალური მაგრამ ადამიანმა უნდა აღიქვას ის რომ აი რომ გაჩვენებს ფოტოს იქ რომ გოგო რო არის რაღაც გრძელი ფეხები და სწორი კაბა და რაღაც ანუ ძალიან ბუნებრივი ვარცხნილობა და მაკიაჟი და რაღაც და არიან სადღაც ძალიან მაგარ ლოკაციაზე და აი ამ ფოტოს რო უყურებს და აი მეც მინდა ეგეთიო და ამ დროს არაფერი არ უწყობს ხელს და უნდა ეგეთი ან უნდა გამოვიდეს გინდა არ გინდა იმიტომ რომ დაუშვა შეიძლება გაგიბრაზდეს ამის გამო მართლა კი მართლა ძალიან ბევრი ანუ რეალობა საცდენილია ნუ ხო ან ეს არის შეცდომა იმიტომ რომ ხა სწორად მინდა რომ ყველამ გამიგოს ხო გაგვიგე ანუ ადამიანი რო უყურებს ფოტოს და მიდის ფოტოგრაფთან და ეუბნება რომ მსგავსი ფოტო მინდა ის უკვე ფსიქოლოგიურად ელოდება მსგავს ფოტოს და შენ რო ხვდები რომ დაუშვათ იქ კაბა არ უწყობს ხელს იმიტომ რომ ძალიან დიდი არის მაგას არ ეუბნები ეუბნები მაგრამ სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში არც ერთი არგუმენტი არ ჭრეს და ტიპებს გონიათ რომ შენ უბრალოდ გეზარება გადაღება მართლა ხო შეგიძლია რომ ასე დაუგრძელო ფეხები ან რამე ფოტოშოპი გააკეთო ვიცი რომ არ გიყვარს ფოტოშოპი ძალიან აზრი არ შეიძლება რომ მაგალითად ხვები იმიტომ უფრო მუშაობენ რომ ასეთ რაღაცებს აკეთებენ ფოტოშოპით შესაძლებელია მე ახლა ვერ ვერკვევი ასე ფოტოშოპში და შესაძლებელია რომ დააგრძელო ადამიანი ხო ბიჭო სიგრძეს დაამ ფეხებს დაუმატებს ცოტას ნუ შესაძლებელია ყველაფერი მაგრამ ნუ რატო ხო აი რატო უნდა იყო არაბუნებრივი მაგაზე არ არის ანუ მე გულისხმობ კაბას იქ ანუ ხშირ შემთხვევაში მსგავსი ფოტოები რო იდება პინტერესტში ანუ იქ არიან მოდელები მუშაობს მთელი გუნდი რაღაცა და შენ მოდიხარ და მეუბნები რომ აი მინდა ეგეთი ფოტო ჩახუტებული რო არიან რაღაცა ჯერ დავიწყოთ ემოციებიდან ხო ქართველებს რატომღაც სამწუხაროდ ემოციების გამოხატვის აი ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს ხო სამწუხაროდ და რა ემოციური ხალხი ვართ რეალურად და აი ეგ არის მაგიტო აგრესია ფრედი ეგ არის გასაკვირი რომ
რა ვიცი. აგრესიაში გადმოაქვთ მე ეგ ყველაფერი. ამ დროს პატარძას აცვია ეს ძალიან დიდი კაბა და შესაძლოა ანუ ამ დიდ კაბასთან ვერ მიდის ბიჭი რო ჩაეხუტოს ესეთ ფილად რაღაცა, მაგრამ აი უნდა ეგეთი ფოტო. და იქ მერე მიდის თუ ვერ აგებინებ ადამიანს რომ არ გამოვა რაღაცა, ნუ იქ მიდის მერე რაღაცა. და ქონია მე რაღაცა კამათიან რამე მაგაზე. კამათი როგორც ასეთი კონფლიქტური არის ზოგადად, ხო შენ ზოგადად არ ხარ კონფლიქტური ტიპი, მაგრამ ანუ ქონია ეგ მომენტი რომ რაღაცა გეჭუბება. მე მქონია რომ წავსულა ხორცი. მართლა? კი. მართლა. კი. რანაირად? მიატოვე? ხო. რა გავაკეთე ასეთი რომ შენ ასე გამოგიყვანე მდგომარეობიდან. არ გადამაღები. არ გადროვა? ანუ არ გადამაღებინ ადამიანმა, პროსტა ნორმალურად არ გადამაღებინ. რატო რა? და ბოლოს ვიხარ რომ სავარაუდოდ თქვენ არ გჭირდებათ ფოტოები თქო და კარგად იყავით და ჩავალაგე შანდა და წავიდე. ან რას აკეთებდა რომ არ გადაგაღებინე? ეს ახლა რას მიიღებ? აქ რატო დამაყენე? აი მე მინდა ბუნებრივი. აი მე მინდა ეს და ბიჭო ბუნებრივი რო გინდა შენ უნდა მოიქცე ბუნებრივად. მართლა. ხო და ბუნებრივად ვერ მოიქცევი რომ ჭიქა აქ გაქვს და იქით იყურები. მე მიყურებ კამერაში ბუნებრივად არ გამოჩნდება. ბუნებრივად არ ხედავ, ვითო არ მიყურებ. ხო, მაგრამ მაგ შემთხვევაშიც არის რომ ადამიანს შეუძლია ემოცია არ გამოხატოს რაღაცა, ანუ ხვდები იყოს მართლა ბუნებრივად. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეგრე არ ხდება. აი ხვდები აი იგივეს რა ანუ გარს და მეუბნები რომ მინდა ისე გადამიღე ვითომ არ ვიცი და ამ დროს ჭიქა აქ გაქვს და შენ მიყურებ კამერაში, ან კამერისკენ იყურებ. ხო, ანუ ვერ ხო, ან ეს ვითომ სიცინე. და იქით წახვედი? არ გამოგეკიდა? გვიანი იყო. ვა, საინტერესოა. დღეს როგორც ყველა სფეროში, ფრედი, გამოჩნდა კონკურენტები. უხსენებელი კონკურენტები. ასე ვიტყოდი, მე რა ვქნა, უმრავლესობაში არიან ლამის და ვერანაირად ვერ დავმალავ, არანაირი პოლიტიკური განხრით არ განვიხილავ ამ თემას. ჩემთან აქ სახლურ პოდკასტში პოლიტიკა არ გვინდა. არანაირად, უბრალოდ რეალობა რაცა. ახლა რეალობა არის ის, რომ ჩემს სფეროს ძალიან კარგად შეეხო, გემრიელად შეეხო. პატარა მაგალითს მოგიყვანა ხა და მე უფრო გაგიმარტივდება. ჩემს სფეროში როგორ შეეხო რა ტიპები არიან? აი, ბენდი ხო, მაგალითად სისაიდი ხო, 13 წელი უკრავდა სისაიდი და იყო ერთხელ შეგვეცვალა ტიპი მე მგონი ხო, გიტარისტი. ძირითადი ჩვენ ვიყავით ბოლომდე ბაზარზე. ახლა ვამუღამებ რა, აიყვან ვიღაცას ბენდში, გეუბნება რომ ანუ რუსულენოვანი ტიპები გეუბნება რომ შენთან ვიქნები, გახედა მე სხვასთანაა და რეკლამებული რა. ანუ სხვა ბენჩიცაა. მე სხვა ბენჩიცაა, ანუ ყველგან მოსინჯავენ, რაღაცა ყველა სოლის გამოიყენებენ იმისთვის, რომ იმუშაონ და საბოლოო ჯამში ანუ ბენდი სრულყოფილი ასე რაღაცა ამ ადამიანებისგან შემდგარი ბენდი და რაღაცა დრო ერთად გაიარონ, ანუ რეპერტუარი გააკეთონ, საქმე გააკეთონ, ეგეთი რაღაცა აღარ ხდება. უბრალოდ რეპერტუარს უცებ მოხაზავენ და წავიდა, ვინც მომუშავებს იმასთან მიდიო რა. ეგ ხდება და ჩვენი ქართველები სავარაუდოდ ამას ვერ ხდება. მეც ცოტა დავგოიმდი და შევედი მაგ ჭრილში შევედი რაღაცა, მაგრამ გამოვედი დროზე ხო. გამოვედი, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე რა, ეგეთი რაღაცები. მე არ მიყვარს არასტაბილურობა. მაგრამ არ მიყვარს და ახლა სადაც ისეთ შეველიე და ველეები ჯერ კიდე. ხო, ნუ ახლა მაინტერესებს შენ სფეროსთან უხსენებლები როგორ კარგად მუშაობენ, ხო? საკმაოდ ბევრი არიან. ბიჭო, დავიწყოთ იქიდან რომ თვითონ ზოგადად ქართული ბაზარი. ანუ იმდენი ფოტოგრაფია რომ უკვე ძალიან ბევრია. ისედაც. ხო ხდები. კიდე ახლა აი ესენი რო დაგვემატნენ. ამდენი არ ვარ. იცი რა, ახლა ისიც უცებ მომაფიქრდა რომ რაღაცა პირობითად თუ ჩამოვიდნენ აქ საცხოვრებლად, აქ ცხოვრობენ, ვიღაცა ხელოვანია, ვიღაცა ფოტოგრაფია, ვიღაცა მუსიკოსი და გინდა არ გინდა იმუშაოს ხო იმანაც. კი, მაგრამ რა არის იცი, ახლა რომ დააკვირდე, ხო, ყველაზე ანუ კიდებენ ხელს ასე თუ ისე მარტივ ამბებს რა, ახლა ფოტოგრაფიას რა უნდა, ხო? ვიყიდა აპარატი, გახსენე YouTube-ი, ნუ არ იცის, მაგრამ დამიჯერე იმას მისი კლიენტი ყავს რა. სამწუხაროდ ანუ ხავს ივენთებზე. ბეგს ხო, ივენთებზე და რო უყურებ, ბიჭო, არიან ისეთი ტიპები, რომლებიც რეალურად დებენ ხარისხს, მაგრამ მუშაობენ კაპიკებში. აი, აფიხელია. ძალიან. აი, შეიძლება ამაში ალბათ საქმე რა. დიდი ხანი ვარკვევდი, რატო აკეთებენ ასე და ერთ-ერთი ბოლო ვარიანტი რაც იყო და მე ამას
მემხრობი რომ ანუ ჩამოვიდნენ აქ ჭირდებათ ლეგალიზაცია რა. იყიდა აპარატურა, ან ჩამოიტანა თავისი აპარატურა, პარალელურად აქვს რაღაც ონლაინ სამუშაო. და აქ იმ პონჩი რომ აქ რაღაც ფინანსური ამბები ქონდეს, რომ ბარათი ქონდეს და რაღაცა. მუშაობს კაპიკებში რა. დამატებითი პროსტა ან ფული მისთვის ანუ არაფერი არა. ნუ არის, მაგრამ აი ეს კლიენტების მოზიდვის მიზნითო მეო იაფად ვიღებ და რაღაცა ანუ ეგ არგუმენტია რა. ხო და სამწუხაროდ ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეტი ქართული კომპანია ირჩევს. რატო? პირველი არის მე ვერ ვიტყვი რომ ყველა არიან რაღაც დაბალი დონის ტიპები, მაგრამ არიან დაბალი დონის ტიპები, მაგრამ ასე თუ ისე ბევრი დებს ხარისხს რა, მაგრამ ჩვენები კომპანიებში თუ არის ამბავი, უკვე თავენ პირველ რიგში შედარებით იაფია. ვიღაცა იაფია, ვიღაცა შედარებით ძვირი არის, მაგრამ მაინც იმასთან თანამშრომლობენ და მეორე ჩემთვის გაურკვეველი. ანუ მე ხა ვიტყოდი რა მაგალითიც მქონდა, მაგრამ ნუ ცოტა ისეთი არის რა. გასაგები. ანუ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი მქონდა მაგასთან შეხება. ხალხები რეალურ პრობლემებს ხვაშია. ხვდები, აქ არის, ეხა მე მაგალითად ბევრი შემთხვევა მქონია, რომ რუსი რესტორნები და რუსების რესტორნები და კაფეები და რაღაცა მირეკავდნენ გადასაღებად, მაგრამ ნუ მე პირდაპირ ვეუბნები, რომ არა. ანუ არ ვემსახურები. ხო და კომპანიები კიდე ხო რა შუაში აქ პოლიტიკა რა. არაფერ შუაში არა, ეგა ჩვენი რაღაცა ბალი, ჩემი აზრით ჩვენი ბალია რა. ანუ პოლიტიკა არა, რატო არ ვემსახურები? იმიტომ რომ მიდიხარ, ანუ ტიპები ჩამოდიან აქ, აკეთებენ, ცხოვრობენ. არ აქვს მნიშვნელობა რომ იქ 3 წელი ცხოვროს თუ 4 წელი თუ 5 წელი, ხო? მეც ახლა მაგალითად რუსეთში რო ჩავედი, არ ვაპირებდი იქ მთელი ცხოვრებას, ხო ხდები, მაგრამ ახლა ნუ კაი, მე ვიცოდი რუსული, მაგრამ ჩემს ძმას ცოტა გაუჭირდა. ხდები, მაგრამ ისწავლო. 1 წლითაც რო ჩადიოდი იქ საცხოვრებლად, უნდა ისწავლო მათი ენა და ტიპები ჩამოდიან აქ და ხო, არავინ არ გელაპარაკება იქ. არავინ არ გელაპარაკება. ანუ ეს არის ნუ მე მაღიზიანებს. ხო, ეგ არის. ხო და რომ მირეკავ მეუბნები რომ აი რესტორანში მინდა გადაღება, ნუ არ მაქვს სურვილი. ანუ ვარს ვეუბნები ეგრევე და სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ქართული კომპანიები ხშირად სარგებლობენ უცხოელების, მოდი დავარქვათ ესე, იმიტომ რომ იქ რუსები, ბელორუსები, უკრაინელები და ასე შემდეგ ყველა ერთ ქვაბში არიან. ხო. სარგებლობენ მათი სერვისებით. აყავთ სამსახურში, უხდიან ხელფასებს, რაღაცებს და ნუ კაი, ოკეი, დაუშვათ. ნუ მე ხა ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ჩვენ ქართველები, ანუ ნებისმიერ იმ სფეროში, სადაც არიან ახლა რუსები დასაქმებულები, რომ ქართველებში ვერ იპოვეს ნორმალური სპეციალისტი. აქამდე ცხოვრობდით. ნუ ვერავინ ვერ დამაჯერებს მე რა. ანუ ეს გინდა ფოტოგრაფია, ვიდეოგრაფია, მარკეტინგი, მუსიკოსი, ანუ ნებისმიერ რეალურად ანუ პირიქით უნდა ხდებოდეს, ერთმანეთს უნდა ვასაქმებდეთ, ერთმანეთს უნდა უწყობდეთ ხელს, ერთმანეთს უნდა ვითარებდეთ. ბიჭო, არა, მე ვაღიარებ რომ რაღაც მომენტებში ჩვენზე ცოტა წინარია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ რაღაც პატარა იმის გამო უნდა იყვანო რუსი, როდესაც ახლა პირობითად მე მჭირდება სამსახური და ნუ ვერ პოულობ, ხო ხდები? იმიტომ რომ ანუ მიდიხარ ან ხელფასი დაბალია, ან აყავთ სხვა ტიპი რა. შენი აზრით, ანუ შეიძლება რომ ეს იმის ბრალი იყოს, რომ აი ქართველებს ცოტა რთული ხასიათი გვაქვს და ყველაფერზე არ მივდივართ დამკვეთთან და ისინი შეიძლება ყველაფერზე მიდიან. ისინი ნუ უცხოელებს გულისხმობ შემთხვევაში, ნუ ყველა ვინც მიდის, ვინც მუშაობს. ნუ ყველაფერზე მიდიან, ოკეი, ყველაფერზე მიდიან და მარტივია მათ. აქ არის როგორი ამბავი არის, იცი? ჩვენების ბრალი არის, იმიტომ რომ ტიპებს გქონდეთ რადგან ის უცხოელი, ემა რაღაც უკეთესად იცის. ხო, ეს გვაქვს, აი მართალი ხარ რა. ხვდები? ეს არის ძალიან სწორი მიგნება. გამოცდილი და რაღაცა, მაგრამ ნუ რეალურად მანამდე გქონდა თბილისლებზე. კი, იყო ეგ ამბავი. კი, რა, აი გეგონა თბილისლები იყო. მე მქონია შემთხვევა ვიღებდი. მე მგონი სკოლის ბანკეტი იყო და გოგო რომელიც მე მეკონტაქტებოდა, თხოვა რომ უთხარი რომ თბილისიდან ხარ. მართლა. ხო. ხო, ნუ მეც ბევრჯერ მქონია ეგეთი შემთხვევა, რომ თბილისელი ბენდებისთვის გადაუხდიათ სამაგი, ვიდრე მე მიხდიდნენ და რავი, ჩემნაირად ეგ დღემდე არის ეგ ამბავი. ხო, რატო გვემართება ეგ ზუსტად ალბათ ხარისხი რაღაცა გემოვნება და რაღაცეები არის. ცოტა პონტი. ხო, არ მინდა წარედრო ვილაპარაკოთ, რა. ან პონტია. ჩემი მწარენა ყველა ვიცი. გამარჯობა.
მაგრამ რატო არ უნდა ვილაპარაკო თუ თავისუფლად ვლაპარაკოთ აქ? ინაცვალი ყველაფერს უნდა ვისაუბროთ. არა, ნუ რეალობაა რა, რაღაცნაირად გული გეთკინება ადამიანს, რომ ბოდიში დებ რაღაცა შრომას, მთელი გულით და სულით აკეთებ შენ საქმეს, გიყვარს შენი საქმე, მას არ აკეთებ მარტო ფულისთვის, ხო, ადამიანი და ბრახ უცებ ვიღაცას უფრო მეც უხდიან, ვიღაცას უფრო მობრძანდითებდნენ და შენ შეიძლება ფინჯანი ყავაც არ მოგართვან და ფეხზე დაგაყენონ და სკამით არ დაგიდონ, იმიტომ რომ აქაური ხარ. და იმას უფლებს გაუჩნდნენ, კი, მეც ამბერჯერ. ზართულის სფეროები გვაქვს ზოგადად, ხო, ხელოვნება ორივე და ხალხთან კომუნიკაცია არა ამარტივი ამბავი. ამიტომაც დასვენება საჭიროა და ვისვენებთ. კი. მაქვს ახლა შემდეგი ბოლოსკენ წავედით უკვე და დავასრულოთ ბარემ. 1-2 კითხვა დამრჩა და მინდა რომ გითხო, რა გსურს შენი ქვეყნისთვის, ქალაქისთვის, შენი სფეროსთვის და ზოგადად შენი სფეროდან გამომდინარე რა გსურს აქაურობისთვის. როგორ გინდა რომ იყოს ყველაფერი? რთული კითხვა. მარტივი არ ვარ. ხო. მე ვიტყოდი რომ მე ნაკლები ეგოიზმი, შენ გაიხარე. მეტი შეგნება და ზებრაზე დათმობა. აი ეგ არის რა. არის ცი ზებრაზე გადარბენაც არა რა. ცოტა ადამიანებსაც უნდა მაყურადღება. ფეხით. აი ეგეთი ელემენტალური რაღაცები რო არის, ხო. რა არის ცი? ეგოიზმი რო ხალხში იქნება ნაკლები და შეგნება რო იქნება მეტი, მე ვფიქრობ დალაგდება ურთიერთობაც, განვითარებაც და ყველაფერი რა. და მაგისთვის რა ფრედი საჭირო? არაფერი. შრომა. შრომა არა, საკუთარ თავზე შრომა, ხო. მუშაობა და სამწუხაროდ ძალიან შორს ვართ მაგის. ხო. ანუ ძალიან ცოტა ადამიანი აკეთებს მაგას დღეს და მიხარია ვინც აკეთებს შარშანდილთან და იმის წინანდელთან შედარებით უფრო მეტია წელს, მაგრამ გამიხარდებოდა რომ რაღაცა ცოტა უფრო სიღრმიდან შევხედოთ რაღაცებს რა. ოკეი. არის ეგ ამბავი. ანუ რა არის იცი? ეხა მე გულწრფელად ვიტყვი რომ აქ უკვე ცხოვრება აღარ მინდა. სამწუხაროდ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს საქართველო, უფრო მეტად მიყვარს ბათუმი. მაგრამ ბიჭო აი ეგოიზმით არის გაჟღენთილი ყველა ირგვლივ რა. ნუ ხა წარმოიდგინე რომ ბავშვს რო ასეირნებ აი ჩემს პატარას რომ მივდივარ და ზებრაზე ვერ გადავდივარ ეს ხო შეგნების ამბავი არის რომ მანქანის ფლობელი აჩერებს ისე მანქანა თავის კომფორტს აყენებს უფრო მაღლა თავის კომფორტის გამო ასობით ადამიანს უქმნის დისკომფორტს ხვდები მე რა რომ შენი ბავშვი მიიყვანე და კომფორტულად გადასვი მიიყვანე სკოლამდე და რაღაცა ხო მე რატომ მიქმნი დისკომფორტს რა ეს ცოტა ბევრი ვიბაზრეთ მე მგონი ამოსაჭრელია სად გინდა ცხოვრება? ცხოვრება არ ვიცი. ამის გარდა სად იცხოვე? ბათუმის გარდა? ბიჭო, ცხოვრება, ანუ რა არის საჭირო რომ იცხოვრო? ხო. იგი ანუ რა არის საჭირო რომ იცხოვრო საკაიფოდ, ხო? სტაბილური შემოსავალი. ნუ ეს ახლა ცოტა რთული საკითხი არის და რამდენი და როგორ ხო? ხო, ხვდები. და კომფორტის ამბავი, ანუ ელემენტალური კომფორტი რომ ზებრაზე რო გადადიხარ, მანქანა ერთი მანქანა რო გითხოვს, მეორე რო არ დაგეჯახოს. ხო ხტები? აი, ეგეთი ელემენტი ეს ხო არა რთული რაღაცა. ბათუმში და ნუ ზოგადად ჩვენ ქვეყანაში ხშირად ვაცხოვრობთ. ძალიან არა და რეალურად ვითო კულტურული ერი ვართ და რაღაცა თავი მოგწონს, ძალიან ამბარდავანი ხალხია. ბიჭო, რა არის იცი? რაში გამოიხატება ვერ ხვდები? თუ ეგეთ რაღაცას რომ თუ გინდა რომ გაიგო როგორი ქვეყანა, მარტივად შეგიძლია გახვიდე გზაზე. ხო. და როგორ მოძრაობენ ანუ ხო, დაინახო რომ ეხა მე რო ძღოლიც ვარ და ნუ უფრო ან მანქანას ძალიან იშვიათად ვიყენებ ხოლმე რა. ძირთად მოძრაობ ფეხით, თუნდაც მანქანით რომ მიდიხარ რა. აი ერთმანეთის დათმობა არა, ნუ არ არის. აი ზებრაზე დათმობა, ზებრაზე გადასვლა, მანქანის გაჩერების, ანუ ჩვენთან ბათუმში მანქანას არ აჩერებენ, ხო? უმეტესი აგდებს მანქანას. ხო. ანუ ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ნუ არის ადგილი. მაგრამ ტიპმა პროსტა ის გადაკეტა მანქანა გზა და всё რა მორჩა ბაზარი. ანუ ძალიან მარტივი რაღაცები არის საჭირო რომ ადამიანი იცხოვრო კომფორტში. ანუ
რთულ რაღაცებს პოლიტიკას და იმას რო არ შევეხოთ, ეგეთი ჩვენგან მინიმალური რაღაცა გამომდინარეობს ხო ყველაფერი, ჩვენ უნდა შევქმნათ კულტურა ხო. ვერავინ ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შექმნის ვერავის. ხო, ახლა ქუჩაზე რაღაცა გზაზე გადასვლის წესებს დაგიწერს კი რაღაცებს კანონს, მაგრამ ანუ შენშია ხო კულტურა ჩვენგან გამომდინარეობს და რავი, თითოეული ჩემი აზრით ვალდებული ვართ, ჩემი აზრით და აუცილებელია რომ რაღაცა ვალდებულად ჩავთვალოთ თავი, რომ ესე უნდა მოვიქცეთ და ასე სხვა არ უნდა დავაზიანო ჩემი ინტერესების ერთმანეთს გამო. უნდა ვცეთ პატივი. ხო. ანუ არ აქვს მნიშვნელობა. არა, ნუ აი სადაც ახლა ორად გაყოფილი. ბიჭო, მაგაზეც არა, ეხა ეს პოლიტიკური შეხედულებები არ უნდა იყოს სხვა ადამიანის მიმართ. ხო, რა შუაშია, ხო? კაი, ოკეი, ის ერთია, ის მეორეა, ის მეოთხეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია აი მანქანა გააჩერო ზებრაზე და ნაგავი დაყარო ქუჩაში. ხო. გინდიკ იყო და გინდიკ. ხვდები? არა და თითქოს ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ ესე არ უნდა ვქნათ, ისე არ უნდა. სამწუხაროდ ბავშვობა ნუ ყველას არ ასწავლიან. მაგაზე ეხლა რო გავაგზავნო ძალიან შორს გავალ. მაგრამ ძალიან საჭირო თემაა და მართლა ნუ ფაქტია, ეხლა ქუჩაში რო გახვიდე მარტივად ჩანს, რომ ყველგან ნაგავი გვაქვს. ყველგან ნაგავი ყრია. მეც ვისურვებდი, რომ მეტად კულტურულები ვიყოთ და მართლა არასდროს არ მოგვინდეს იმ კუთხიდან და იმ ადგილიდან წასვლა, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობდეთ უნდა წესით რეალურად და ყველა ნუ ჩვენი სახლია, სახლიდან წასვლა უნდა მოგვინდეს რა და რადგან გვინდება, ესე იგი რაღაცა შეიძლება ჩვენც შევცვალოთ რამე, არ ვიცი. თუნდაც ჩვენ რო ახლა ვლაპარაკობთ, შეიძლება ვიღაცისთვის ეს დამაფიქრებელი იყოს და ამითაც შეიძლება ერთ ადამიანს მაინც შეუცვალოთ აზროვნება და აზროვნება რა, ანუ ეს დამოკიდებულება რა და ძალიან გამიხარდება თუ ასე იქნება. ფრედი, ძალიან დიდი მადლობა ჩემთან რომ მოხვედი სტუმრად. ვისიამოვნე შენთან საუბრით. და ვისურვებდი რომ ჩვენი საუბარი იყოს სიკეთის მომტანი ადამიანებისთვის, რა ვისაც შევეხეთ თუ რა ვიცი, რაც განვიხილეთ რა თემებიც განვიხილეთ, იყოს სიკეთის მომტანი ჩვენი ბათუმლებისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, ჩვენთვის პირველ რიგში და მინდა რომ ამისთვის მადლობა გითხრა, შენ გულახდილი იყავი. და მომეწონა, კაი იყო თავისუფალი იყავი და მე როგორც მინდოდა ისეთი იყავი რა იყო ნანუკა. ნანუკას უნდა რომ კითხვა დაგისვას ჩემი აზრით, იმიტომ რომ რაღაცა გიმიზნებს თავიდანვე. ვესვრი ახლა მიკროფონს თუ არი ფხაკუნებს, მადლობა კი რა და ბოდიში. ფრედი. ყველა მე ხო ის ვარ რა ქვია, ხმა. რასად როდიში რომ ხმა არის, ის ვარ მე. ფრედი. რა არის შენთვის red flag-ი ურთიერთობებში? რა ურთიერთობებში? სამსახურეობებში. Bitch please უნდა ვთქვა. ხის თავიანი გაუნათლებელი ადამიანები. ამასაც თუ უყურებს. შემდეგი რუბრიკა. დაუსვი კითხვა შემდეგ სტუმარს, ისეთი, ანუ ხარიც ვინი არის სტუმარი? არა. როგორ ხარ არ დაუსვა? როგორ ხარ არ დაუსვა? რატო ეს პროფესია? ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ვინც ჩემს წამოწყებას გვერდით უთქახართ, რა ვიცი, უყურებთ, აკომენტარებთ, ალაიქებთ და იმედი მაქვს, რომ უფრო მეტ სიკეთეებს გავაკეთებთ ერთად და უფრო მეტ გულახდილობას შემოვიტანთ საზოგადოებაში, ვისაუბრებთ უფრო მეტ ემოციებზე, ადამიანებზე, რას გვგრძნობთ, სამსახურების იქით როგორები ვართ და ჩემი მიზანი ეგაა ყოველ შემთხვევაში, რომ მეტად გავიხსნათ ემოციურად ადამიანები. ეს გვჭირდება ჩემი აზრით და ამაზე ფრედიმაც დამიდასტურა, რომ ყველაზე მეტად გვჭირდება ეგ ემოციების უფრო მეტად გამოტანა გარეთ. რა თქმა უნდა, კარგი ემოციების, რაც გაგვაჩნია და ძალიან დიდი მადლობა მინდა ჩემს სტუმარს უთხრა. ძალიან კაი იყო ვისიამოვნე და შემდეგი სტუმრის მოლოდინში დაგემშვიდობებით. ხომდის.